სერობას რაც შეეხება, ანუ ეს ქართულად იქნება ღამობა, მეგრულშიც არის ახლა სერი ღამეს ნიშნავს. საღამო, სერი არის ღამე ჩვეულებრივად, აი სერზე მიდის სამი მგელი ბავშვობაში რო გვასწავლიდა. დიახ. რაღაც ის არის, აი საღამოს შეკრება. ესეთი ის არის ეს ვახშმობა, ხო და აქ ხდება უდიდესი საიდუმლო, რომელიც საიდუმლოც არის გამოხსნელი ისევე როგორც ნათლობის შემდეგ, მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც არის თვით ნათლობა. იმიტომ რომ ქრისტიანობას ვინც არ მიიღებს ჩემს სისხლს და ვინც არ მიიღებს ჩემს ხორცს, ჩემთან არ ექნება წილი და ამიტომ თვითონ ზიარების საიდუმლო ეს მართლმადიდებლობაში და საერთოდ ქრისტიანული ტრადიციით, უძველესი ტრადიციით იყო შეკრების უმთავრესი მიზეზი, რის გამოც იკრიბებოდნენ, იყო ზიარება. ანუ დღესაც ხო წირო ამას ემსახურება. შეკრება, ამ შეკრების დროს მათთან იყო ქრისტე და ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად არის ის საცხონებელი. და არა, პირდაპირ ზიარება საცხონებელი არ არის, ვერ გაცხონებს. როგორც ნათლობა ვერ გაცხონებს, ის ცხონებისთვის აუცილებელია, მაგრამ ავტომატურად მაცხონებელი არ არის, არც ნათლობა. აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. არასაკმარისი, ხო. მისი სწორი გაგებით და სწორად ზიარება არის საცხონებელი. და აქ ხშირად ვამბობ, რომ მაცხოვარი 3 წელიწად ნახევარი ასწავლიდა მოციქულებს. რამდენი რამ ანახა, რამდენი რამ ასწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ზიარება. 3 წელიწად ნახევრის ბოლოს. ეს მე ხამით იმას კი არ ვამბობ, რომ 3 წელი უნდა ემზადებოდეს ადამიანი და მერე ეზიაროს, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის განსწავლულობა, რაც მაცხოვარმა მისცა მოციქულებს, აი ის განსწავლულობა ქრისტიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.